მოგესალმებით, ეს გადაცემა თავისუფალი თემა, მე ჟურნალისტი შორენა ბიჭიკაშვილი ვარ. დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარია საბა ბულისკერია. მოგესალმებით საბა, მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად და პასუხობთ ჩვენს კითხვებს. მაყურებელი გიცნობთ, იცის მაყურებელმა რომ ხარ სამოქალაქო აქტივისტი, ასეც ვიტყოდი და პოლიტიკაში ჩართული კოალიცია ცვლილებისთვის წევრი. საბა, მე მინდა შენგან როგორც რატომ გავუსვი ხაზი რომ სამოქალაქო აქტივისტიც ხარ, როგორც აქტივისტი და როგორც პოლიტიკაში ჩართული ადამიანი. შენი შეფასება მინდა, როგორ შეაფასებდი მედიის ირგვლივ შექმნილ მდგომარეობას დღეს რაც ხდება საქართველოში და მოგეხსენებათ თრიალეთზეც ამხელა წნეხი მიდის ბოლო პერიოდში, ხო ბოლო 1 წელია განსაკუთრებით. თქვენი შეფასება. მადლობას გიხდით პირველ რიგში მოწვევისთვის, ასევე მინდა პირველ რიგში სოლიდარობა გამოუცხადო თრიალეთს და მის თვითონ თანამშრომელს. ის რაც დღეს მედიაში ხდება, კლასიკური მაგალითია თუ რა რეჟიმი გვაქვს საქართველოში, ხო? მედია პლურალიზმი არის დემოკრატიული სახელმწიფოების მთავარი სავიზიტო ბარათი. თუმცა დიდი ხანია საქართველოს დაკარგა ეს დემოკრატიული სახელმწიფოებრიობის ნიშა და პირდაპირ რაღაც უტოპიურ რეჟიმისტულ ქვეყნად ვიქეცი და აი ამ გზაზე ეს რაღაც ბოლო წლები უფრო დაგვირგვინდა და ხო ეს ყველაფერი რა თქმა უნდა მედიასაც დაეტყო. თუ ჩვენ კლასიკური მაგალითია რა რომ შევხედოთ ესეთ სტილის ქვეყნებში როგორც საქართველოს ჩამოყალიბდა რეჟიმისთვის მათი ტელევიზია არის უპირველესი ან რომელიც მათ პროპაგანდას ესე აქტიურად აშუქებს და ნებისმიერ ასე ვთქვათ ტყუილს ასაღებს სიმართლედ ნებისმიერ მათ ქმედებას არასწორ კარგ ზოგადად ნებისმიერ რეჟიმის უქმედებას ხალხამდე ადამიანებამდე მიაქვს როგორც დადებითი მოვლენა. და არ უნდა ისმოდეს არსად კრიტიკული აზრი ხელისუფლების წინააღმდეგ. ესეთი მედიები, რა თქმა უნდა, პრივილეგირებულები არიან, დაფასებულები არიან, როგორც ფინანსურად და სხვა, ვიცი, თან მნიშვნელოვან საკითხებში მათ აქვთ პრივილეგიები. პირველ რიგში ფინანსურ საკითხებზე რო ავიღოთ, ხო და თრიალეთი აი ამ ტიპის ტელევიზიებს არ მიეკუთვნება, არ არის ესეთი ტიპის ტელევიზია, რომ ნებისმიერი პროპაგანდისტული ნარატივი გაუშვას სახელისუფლებო და კრიტიკა არ ისმოდეს. პირიქით, თრიალეთის ავიზიტო ბარათია კრიტიკული ასე ვთქვათ აზრების გაშუქება მოსახლეობაში და კერძოდ მთლიანად შიდა ქართლის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ტელევიზია, რომელიც რაღაც უკვე 10 წლეულებია აი ამ საქმეს არის ჩამდგარი და რა თქმა უნდა ეს დღევანდელი რეჟიმისთვის არის პრობლემა, იმიტომ რომ მათი პროპაგანდა არ შუქდება და რაც მთავარია არის კრიტიკული აზრი. კრიტიკული აზრი შეიძლება ეს რაღაცა პირადი კრიტიკული შეხედულებები არ იყოს ხელისუფლების მიმართ, მაგრამ მათთვის კრიტიკული აზრი არის ის, რომ თუნდაც ქუჩაში მოხუცი ადამიანს არ აქვს რაღაცა პენსია არ ყოფნის სწამლებისთვისაც კი ეს რომ შუქდება თრიალეთზე, ესეც უკვე პრობლემაა. არა თუ რაიმე რაღაცა კერძოდ ხელისუფლებისთან დაპირისპირებული ოპოზიციაში მყოფი ადამიანი, არა ანუ ნებისმიერ ჩვეულებრივი მოხუცი ადამიანი, რომელიც ამბობს, რომ პენსია არ ყოფნის სწამლებში, ესეც კი პრობლემაა. იმიტომ რომ ესეც კი არ უნდა შუქდებოდეს, რომ არ უნდა მივიდეს ხალხამდე, რომ ხო რაღაცა ეს თურმე გაჭირვებული ადამიანები არსებობენ. აი ასეთი ზუსტად ასეთი სწორხაზოვანი პოლიტიკური ამინდით საზრდოობას და საბჭოთა კავშირით, ხო, საბჭოთა კავშირში მათი იდეოლოგები ამბობდნენ იმას, რომ რაღაცა ყველა თანასწორია და გაჭირვებული ადამიანი არ არსებობს და ასე შემდეგ. დღეს სწორედ აი ამ ხაზს მიყვება ქართული ოცნების ხელისუფლება და რა თქმა უნდა ის სატელევიზიო სივრცე, სადაც კრიტიკული აზრი ისმის, მიუღებელია და ყველანაირად, ყველა კუთხით ასე ვთქვათ რეპრესირებულს ხდის. კი ბატონო, იგივე მაყურებელმაც იცის, რომ იგივე ვთქვათ სამოქალაქო სექტორზეც იგივე განხორციელდა, ვიცით ხომ, რომ არა კრიტიკული მედია, ობიექტური მედია, მე და ასეც არის, რომ მედიის მოვალეობა ზუსტად ის არის, რომ ვთქვათ იყოს ობიექტური მიაწოდოს ისე ინფორმაცია მოსახლეობას ადამიანებს როგორც არის და არა ისე როგორც აღნიშნე რომ რომელიმე პოლიტიკურ ჯგუფს სურდეს ხომ რომ არა ვთქვათ კრიტიკული ობიექტური მედია თუნდაც რეგიონში ჩვენ ასეთ სპეციფიური რეგიონია და ოკუპაციო ხაზი გადის ხომ ჩვენ რამდენიმე კილომეტრში ამ ტელევიზიიდან მაყურებელს რომ აუხსნათ საბა სად აღმოვჩნდებით რომ არ იყო ეს ვთქვათ მედია რეგიონშიც და ზოგადად ცენტრალური შიდა ქართლი ნელა სპეციფიური რეგიონია მართლაც იმიტომ რომ
დღემდე ხორციელდება მწოცავი ოკუპაცია, ხო? დღემდე ვიცით, რომ ეგრეთ წოდებული საზღვრისპირა სოფლებიდან ხალხს იტაცებენ. რომ ელემენტარული, რა ვიცი, საქონლის გარეკვის დროსაც კი ეშინიათ, რომ რაღაცა ვინმე რუსი არ გადმოვიდეს და არ წაიყვანოს და ამ ამბებს ჩვენ პირველი ვიგებთ თრიალეთიდან. ის რომ ვიღაცა გაიტაცეს, ის რომ საზღვარი გადმოწიეს კიდე ეს მწოცავი ოკუპაცია კილომეტრები ვიცით რომ არ გაჩერებულან, ხო? დღემდე არ ჩერდება ეს. იმ ადამიანების ყოფით პრობლემები. არ ჩერდება ეს არც მწოცავი ოკუპაცია და არც ადამიანების გატაცებები და ის ადამიანები, რომლებიც აი ამ ეგრეთ წოდებული საზღვრისპირა ცხოვრობენ, რა ვიცი, როგორ არიან საერთოდ რითი საზრდოობენ და რას აკეთებენ, ისინი ჩვენ არაფერი არ ვიცით, რომ არა თრიალეთი. ეს ადამიანები საერთოდ მოწყდებიან ყველანაირ, ასე ვთქვათ, ადამიანთა არსებობას. ამ ადამიანებს უბრალოდ არ ეცოდინებათ, რომ ისინი არსებობენ. და არა მარტო საოკუპაციო პრობლემები, ქალაქში და პრობლემები არ გვეცოდინება, როგორ იხარჯება ბიუჯეტი ის არ გვეცოდინება, კი მესმის რომ საერთოდ თრიალეთს გორის ადგილობრივი ხელისუფლება არც კი იკარებს და არც კი ახედებს არანაირ ინფორმაციას. ღონისძიების შესახებაც არ ვიცით, მივლენ თვითონ გადაიღებენ ფოტოებს, რომ ჩვენ არ დავსვათ შესაბამისად მათთვის არასასურველი კითხვები და ეს კითხვები მოდის პრობლემებიდან რაც აქვთ მოსახლეობას ჩვენ მხოლოდ ამ კითხვებს ვუსვამთ. მაგრამ უამრავი კითხვა გვაქვს ხო ჟურნალისტებს. ჩვენ არ ვიცით მათ ადგილმდებარეობის შესახებ ხომ მერის კარიდო ჩაკეტილია ზოგადად. ხო, ადგილობრივი ხელისუფლება საერთოდ არ იკარებს თრიალეთს, იმიტომ რომ იცის რომ კრიტიკული აზრს და კრიტიკულ შეკითხვას მოისმენს, მაგრამ ხალხისთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ელემენტარული საკრებულოს ხდომაზე რა მოხდა ის რო გავიგოთ, შეიძლება გავიგოთ თრიალეთიდან, ხო? ესეც კი არ ეცოდინება ხალხს, აი მაგალითად რა კანონი დაამტკიცა საკრებულოს წევრებმა. რა ვიცი, როგორ უნდა დაიხარჯოს ადამიანების ბიუჯეტი, ხო? ის ბიუჯეტი, რომელიც საერთოდ ხალხამდე არ მიდის. ისიც კი არ იცის გორის მოსახლეობამ რამდენია გორის ბიუჯეტი. და რაში ხარჯავს საერთოდ და ეს პრობლემები და ეს შეკითხვები, ეს აზრები, კრიტიკული აზრები, თუნდაც ის რომ სადმედის ბიუჯეტის ფული, აი ამას რომ დაусმევს თრიალეთის ჟურნალისტი გორის საკრებულოს თავმჯდომარეს ან გორის მერს, რა თქმა უნდა ეს მათთვის არის პრობლემა. იმიტომ რომ რა ვიცი ხა საერთოდ არ აღელვებთ მათი ასე ვთქვათ ის აზრი რომ მათ რომ ადამიანი რას ფიქრობს გორის ბიუჯეტზე, ეს ჩვეულებრივ ადამიანს ეს საერთოდ არც უნდა აინტერესებდეს მათი გადასახედიდან. რეალურად აი ამ აზრებს, აი ამ შეკითხვებს საერთოდ სხვა რეალობა დადგება. ის რეალობა დადგება, რომ ხო მართლა ადამიანებშიც კი აღარ გაჩნდება კრიტიკული შეკითხვა. ეს არის პრობლემა, იმიტომ რომ ადამიანი არის მოაზროვნე არსება და მას ჭირდება როგორც კრიტიკული აზროვნება, ისე შავისა და თეთრის გარჩევა და თუ ეს რაღაც საინფორმაციო წყარო აღარ ექნება, მისთვის ეს ძალიან რთული იქნება ნებისმიერი შიდაქარში მცხოვრები ადამიანისთვის. კი ბატონო. საბა არაერთ პოსტს დებ ლაივ ჩართვებიც გაქვს ხოლმე ჩვენ ეთერშიც არაერთხელ გაგიჟღერებია ის რომ თუ რა პრობლემებია მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურის მიმართულებით თუ ტრანსპორტის მიმართულებითაც ყველაზე მთავარი პრობლემა და მოქალაქეებსაც რო ხვდები რა არის ჩვენს ქალაქში ჩვენს მუნიციპალიტეტში ზოგადად სოფლებშიც გამოწვევები არის. პირველ რიგში ეს არის ტრანსპორტის პრობლემები სოფლებში, იმიტომ რომ რა ვიცი, ზოგან 2 დღეში ერთხელ მიდის ტრანსპორტი, აი უფრო ზემოთ აი მაღალმთიან სოფლებში ბოშური და შემდეგ რო წავიდეთ, ანუ დღეში ყველაზე კაი ვარიანტი დღეში ერთხელ ხდება მისვლა და წამოსვლა ტრანსპორტის. არის ყველაზე კომიკური ამბავი ზემოთ სოფლებში, ეს ბოშურის ზემოთ სოფლებში არის ესეთი მოწყობილი გაჩერებები, რაღაცა თითქოს და ლამაზად მოწყობილი გაჩერებები, რომელიც კვირების მანძილზე საერთოდ არ ყოფილა ტრანსპორტი. თუმცა აი ამ გაჩერებებზე ამშვენებს ქართული ოცნების საარჩევნო ბანერები და რაღაცა სააგიტაციო მასალები, ესე მედგრად დგას. იქ ავტობუსი არ დადის, მაგრამ ეს სააგიტაციო მასალები ესე ლამაზად არიან განთავსებულები. მგონია რომ ეს მსგავს სოფლებში ესე ვთქვათ გაჩერებებს მაგ მიზნით აწყობენ, რომ შემდეგ მათი სააგიტაციო მასალები გააკრან, თორე იქ რა ვიცი, არც ადამიანი დგას და არც ტრანსპორტი არ არის. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი პრობლემა, ასევე ქალაქში არის ეს მიუსაფარი ცხოველების პრობლემა.
მიუსაფარი ცხოველების პრობლემა მნიშვნელოვნად აწუხებს ქალაქის მოსახლეობას. არა იმიტომ, რომ რაღაცა პირობითად თქვათ, რომ ამ ძაღლების ერჩის მოსახლეობა. არა, ეს მათ საკელთით დღეობრივად შეიძლება მოხდეს ამ მიუსაფარი ცხოველების, ანუ უნდა მოხდეს მათი დაბინავება, მათი გამოყვება. ესე ქუჩაში 1000 დაავადებაში, ვირუსულ დაავადებებში გავრცელებული არის ხო, იმიტომ რომ ჩვენ ისეც ვიცით, რომ ქალაქებში და სოფლებში რა დღეშია ნაგვის ბუნკერები. ნაგვის ბუნკერები, რა ვიცი, კვირეები არ იცლება, ხო? და აი ამ ნაგვის ბუნკერებთან თავს იყრიან ეს ძაღლები, გადააქვთ არაერთი დაავადება, ეს მათთვისაც ძალიან მძიმეა ცხოველებისთვის, ასევე ადამიანებისთვისაც, ხო? და ეს უნდა მოხდეს ამის მონიტორინგი, რომ დაბინავდნენ ძაღლები, მოხდეს მათი სწორი მოვლა, გამოყვება და შენახვა და ესე არ იყოს მოსახლეობისთვის საშიში, როგორც მოსახლეობისთვის, ასევე მათთვის. ну, რა თქმა უნდა, არის დიდი პრობლემა სკოლების საკითხი, სადაც, რა ვიცი, უკვე წლებია ეს ატენის მაგალითია. ხო, აი დღეს უყურებდი, მაგალითად, რა ქნეს ატენის სკოლის ტერიტორიაზე, ხო, წინა ტენდერის გამარჯვებულმა ამოთხარეს დიდი რაღაც ორმო, სადაც ყოფილიყო საზირკველი, შემდეგ შემოსაზღვრეს რამდენიმე თვის მერე და ეს რამდენიმე თვის წინ და ეს რაღაც ამოთხრილი ორმო წლებია ასე იყო და ამ ორმოს წინ არის სტადიონი, სადაც პატარა ბავშვები თამაშობენ. ანუ ეს ადგილი იყო დაუცველი, ყოველად დაუცველი, ქვეშ იყო ბეტონი დასხმული ოღონდ არა სიმაღლეზე, დაბლა რა, სადაც შეიძლება ნებისმიერი ბავშვი გადავარდნილი იყო, იმიტომ რომ იქ ველოსიპედები დადიოდნენ, იქ ბურს თამაშობდნენ, შეიძლება გადავარდნილი იყო, ფატალურად დასრულებული იყო ეგ ყველაფერი. და ყველაზე კომიკური ისაა, რომ ეს ორმო რო ამოთხარეს, ის მიწა იქვე დაყარეს და ეხლა ეს გორები არის დაგროვებული და ბალახია ზემოდან რაღაც. ხეები გაიზარდა უკვე. ეს არ არის, თქვათ რომ ესეც ლაგი კაპიტალს დავაბრალო. ხო შეიძლება ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს რომ ეს პრობლემა მოეგვარებინა და ეს ტერიტორია გაეწმინდა მაინც ამ მიწისგან, ხო? თუ მიმართეს ადგილობრივებმა, ну, იყო რაღაც მონიტორინგი ვთქვათ ამის. არ ვიცი ხა ეს რაღაც პატარ-პატარა მოთხოვნები იყო სკოლასთან დაკავშირებით, მაგრამ კონკრეტულად იმ ტერიტორიაზე რომ გაისუფთავებინათ, ხა არ მაქვს მე ინფორმაცია მიმართეს თუ არა, მაგრამ არ ვიცი ხა ყოველ წოდეს ინფორმაცია მდგომარეობის შესახებ. ყოველდღიურად ხედავენ მაგას, იმიტომ რომ ცენტრალური ადგილია სოფელში და რა ვიცი, ყველა გამვლელი ხედავს მაგ სიტუაციას რაც ხდება, ხო, ეს რა მიწის გორები დაგროვებული, სადაც უკვე ხეები გაიზარდა, იმიტომ რომ წლებია უკვე ეს დატოვეს. და რა ვიცი, ადგილობრივ ხელისუფლებას არ ესმის ზოგადად. არც ერთი სოფლი მე არ ვაპარაკობ მხოლოდ ატენის ადგილობრივ ხელისუფლებაზე, არც გორის მერიას არ ესმის თვითონ ქალაქის მოსახლეობის და არც ერთი სოფლის ადგილობრივ ხელისუფლებაზე გამგებელს. ეს არის რაღაცა უკვე ტრადიციაა შიდა ქართლში და აი ამ ფონზე, სადაც რა ვიცი, ადგილობრივი მედია აღარ იქნება შიდა ქართლში, ეს იქნება კატასტროფა. იმიტომ რომ რაღაცა ეს მედია რო გააშუქებს, მაინც შეიძლება რაღაცა მიათედის პრობლემა გადაჭრან, რა, როდესაც მედიაში გაზღერდება ხოლმე ეს პრობლემა, მე რაც შეიძლება მიათედი პრობლემა გადაიჭრას, მაგრამ ეს უკვე აღარ იქნება რა. ჩვენ ტელევიზიაში საინფორმაციო სამსახურში უამრავი ზარი შემოდის ამ დაგვარი პრობლემები, თუნდაც ახლა წვიმ უხმანალექმა რიგი პრობლემები შექმნა თვითონ ქალაქშიც, ხო? გარდაუვალია ეს, როდესაც წვიმა არის საქართველოში, გორი იტბორება. გორის ქუჩები არის დატბორილი. ყველა წვიმაზე, ანუ აი სადგურის დასახლებაზე რომ გავიაროთ, ხო? ნებისმიერი წვიმის დროს, ეს არ აქვს მნიშვნელობა, ხა დიდი წვიმა იქნება თუ რაღაც. ყველა ვარიანტში წყალი მოდის. და რაღაცა ეს იმიტომ რომ სანიაღვრე სისტემები არ არის. სანიაღვრე სისტემებზე ვინ უნდა ირმოს? გორის მერიამ. გორის მერიას საერთოდ არ აინტერესებს ეს საკითხი. საბამინდა კითხო უცლებლად ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია ამაზე, ეგრეთ წოდებულ რეფორმაზე, განათლების მიმართულებით და ვიცით რომ რამდენიმე დღეში აბიტურიენტებს ექნებათ გამოცდები, იწყება ეროვნული გამოცდები, მაგრამ დახვდებათ ამ ახალგაზრდებს ახალი რეალობა, უნივერსიტეტებში შეზღუდული რაოდენობა, აგერ გორის უნივერსიტეტში გორელი ბავშვი შეიძლება ვიღაც დარჩეს განათლების იმის გამო, რომ სხვა ქალაქში ფინანსურად ვერ შეძლოს იქ სწავლის გაგრძელება, უამრავი ადამიანი გვესაუბრება ამაზე პირად საუბრებშიც, აი რა მივიღეთ ამ რეფორმით და რა პრობლემებს წამოჭრის თუნდაც გორის უნივერსიტეტის შეზღუდვა და ასევე სხვა უმაღლესი სასწავლებლების. თავისთავში ეს რეფორმა და ის რაც განათლებაში საქართველოში ხდება არის უმარტივესი, რომ მსგავს რეჟიმებს არ ჭირდებათ განათლებული საზოგადოება. განათლებული საზოგადოება არის კრიტიკული საზოგადოება. კრიტიკული საზოგადოება დღევანდელ რეალობაში არის რაღაცა უცხო სხეული, რომელსაც უნდა აუცილებლად დაუპირისპირდეს რეჟიმი. ეს აქედან დაიწყო, ამის საფუძველია, რომ განათლებული საზოგადოება აღარ იყოს ქვეყანაში.
და ამას აქვს კიდევ ეკონომიკური პრობლემები, ეკონომიკური თვალსაზრისით იწვევს პრობლემებს, რომ რაღაც გორელი სტუდენტი, აბიტურიენტი ვერ უნდა გახდეს უმაღლესი სასწავლებელი სტუდენტი, იმიტომ რომ მის ქალაქში უბრალოდ აღარ იქნება შესაბამისი ფაკულტეტი, რაზეც უნდა ჩაბარება და მოუწევს რაღაცა დასავლეთში წავიდეს და იქ ჩაბარდეს. დასავლეთში 10-დან შეიძლება 2 სტუდენტი წავიდეს და მიიღოს განათლება. ესეც უკვე რაღაც კითხვის ნიშნის არის 10-დან 2 თუ წავა, ხო? არ არსებობს მსგავსი რაღაც საქართველოში დღეს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ეკონომიკური განვითარების ფონზე მოახდინოს სტუდენტმა ის რომ რაღაც იცხოვროს სხვა ქალაქში, პერიფერიულ ქალაქში და არა თბილისში და იქ მიიღოს განათლება. იმიტომ რომ ჩვენ ვიცით ის რეალობა ქვეყანაში, რომ როდესაც სტუდენტი პირველ კურსზე აბარებს, ლექციის შემდეგ ის აუცილებლად მუშაობს. კი ბატონო, ეს პრობლემაა დასაქმების პრობლემა. ეძებს სამსახურს და პერიფერიულ ქალაქში, სადაც მოუწევს მან სწავლა, უნდა მოძებნოს ცალკე სამსახური. იმ ქალაქში მცხოვრები ადამიანებისთვისაც ბრძნელია იმ ქალაქში იპოვოს სამსახური, ვიდრე პირობითად გორიდან ჩასულმა სტუდენტმა იქ იპოვოს სამსახური. დაპირიქით, გორში ჩამოვიდეს სხვა სტუდენტი და აქ დაიწყოს სამსახური და სწავლა. ეს ხო კატასტროფაა საქართველოში. ესეთი რაღაცა არ არსებობს, ვერ მოხდება, იმიტომ რომ სამუშაო ადგილები არ არის, განათლების დონე დაბალია, ეკონომიკურად კატასტროფულ მდგომარეობაშია საზოგადოება, მით უმეტეს სტუდენტის ცხოვრება ძალიან რთულია საქართველოში. ძალიან უჭირს სტუდენტს იცხოვროს დიდ ქალაქში, პარალელურად ისწავლოს და პარალელურად იმუშაოს დამქანცველ სამსახურში. ჩვენ ვიცით არაერთი ფაქტი ყოფილა ჩემს გარშემო მყოფთაგან, იმიტომ რომ მე ვიცი რა ხდება და როგორ უჭირს სტუდენტებს, ხო? ის რომ ლექციებზე ნამორიგებებელს დაძინებიათ. ეს ამ ვითარებაში ეს მიღებული კანონი არის ის ერთადერთი პასუხია ამ კანონზე, რომ არ ჭირდება საქართველოს თურმე განათლებული საზოგადოება. აკეთებენ რაღაც ეს კიდე რომ ვისაუბროთ ფორმის სკოლებში ფორმის რეფორმაზე, რომელ სკოლის ფორმის რეფორმებზეა საუბარი, როცა სკოლები არ არის სოფლებში, ხო? რაღაც მარშრუტკებით ჩატენილი ბავშვები რაღაც ფორმა არ დაესვაროთ, მაგაზე უნდა იფიქრონ, როდესაც რა ვიცი, ყველაფერს არიან მოწყვეტილი, იმიტომ რომ დადიან მეორე სმენაში, გამოდიან გვიანღამით, ისინი ვერ დადიან სპორტებზე, ვერ დადიან სხვადასხვა აქტივობებს ვერ იღებენ, იმიტომ რომ ასე გადაწყდა, რომ ტენდერი არის, ტენდერი ჩავარდა, ტენდერი აგრძელებს რაღაც შეშენებულობას და წლების განმავლობაში უწევთ აი ამ ბარიერებით უწევთ სკოლის დამთავრებას. სკოლას ამთავრებენ ისე რომ საკუთარ სოფელში და საკუთარ სკოლაში საერთოდ არ არიან, ანუ ერთი გაკვეთილიც კი არ ჩაუტარებიათ საკუთარ საკლასო ოთახში, ხო? არ ვიცი, ეს არის კატასტროფული მდგომარეობა. ჯერ პირველ რიგში თუ გვინდა რომ განათლების რეფორმას მივხედოთ, ჯერ უნდა მივხედოთ სკოლის საკითხებს, ხო? ელემენტარული სკოლის ინფრასტრუქტურა არ გვაქვს ქვეყანაში. საპირფარეშოები არ არის სკოლებში გამართული, ხო? სასკოლო კვებაზე ხო აღარ მკლაპარაკი, სასკოლო კვება, უფასო სასკოლო კვება, რომ სკოლებში უნდა იყოს, ეს არის რაღაც ძალიან მარტივი ჭეშმარიტება, იმიტომ რომ სკოლაში უნდა დაპურდეს ბავშვი, იმიტომ რომ ხო დღევანდელ რეალობაში ძალიან ცოტა ოჯახს აქვს იმის შესაძლებლობა, რომ ესე რაღაცა დაანაყროს თავის შვილი და ისე გაუშვას სკოლაში. სასკოლო კვება არ არსებობს სკოლებში, არ არსებობს საპირფარეშოები და თურმე თავი პრობლემა ყოფილა ფორმა. ეს არის უკვე, რა ვიცი, კომიკურია უკვე, ეს არ ვიცი, რა შეიძლება ამ ყველაფერს უწოდოთ. საბა, რადგან რეგიონზე ვსაუბრობთ, არ შემიძლია არ ვკითხო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე, რაც მოხდა ცოტა ხნის წინ ქარელის მუნიციპალიტეტში, ხო, რუსულბნისის ეპარქიაში, აი ამაზეც მინდა თქვენი შეხედვით. კულტურული მემკვიდრეობა, როგორც ასეთი, ქართული ოცნებისთვის რაღაცა მიუღებელი ტერმინია, ანუ არ არსებობს მათთვის ეს კულტურული მემკვიდრეობის ცნება, იმიტომ რომ მათი რაღაც მმართველობის პერიოდი დაიწყო საყდრისის აფეთქებით, ხო? ნახე რა დღეშია გელათი. და ის რაც რუსულბნისში მოხდა, ეს არის კატასტროფა, როდესაც მე-5-მე-6 საუკუნის რაღაცა ტაძარი ინგრევა და ზედ რაღაცა შენდება ბლოკის კონსტრუქცია, რომ თითქოს ანალოგს აშენებენ იმ ტაძრის. ან რა ანალოგზია საუბარი, როდესაც იმ ტაძრის ისტორიას თუ გადავხედავთ, ნახავთ, რომ იქ სხვადასხვა
ეპოქების ნაკვალევი იყო რა, იყო მე-15 საუკუნის ნაკვალევი, შემდეგ მე-11 მე-12 საუკუნის ნაკვალევი და ასე შემდეგ იყო ის მნიშვნელოვნად დააზიანა საბჭოთა კავშირმა ეს ტაძარი და ერთი ტაძარი დააზიანა საქართველოში საბჭოთა კავშირმა აფეთქა და შემდეგ, მაგრამ ეს ტაძარი არ იყო მთლად აფეთქებული, უბრალოდ დაზიანება ჰქონდა და მისი კონსერვაცია იყო შესაძლებელი და იმ სახის შენარჩუნება და ოდნავ ისეთი ხელისშევლება, სადაც არ დააზიანებდა მას მთავარ მემკვიდრეულ ღირებულებას და იერსახეს, მაგრამ რა გააკეთეს, ხო, საერთოდ დაანგრიეს, ზემოდან ბეტონი დაასხეს და ბლოკების კედლები ამოიყვანეს. ეს არის მავნებლობა, მეტი არაფერი. ამას აუცილებლად უნდა ველოდოთ სხვა, ასე ვთქვათ, კულტურულ მემკვიდრეობებზე, იმიტომ რომ როგორც ასეთი კულტურული მემკვიდრეობა რაღაცნაირად აბსტრაქტული ცნებაა და მათთვის არ არის ღირებული. და ეს ღირებული რაც არ არის, უბრალოდ რაღაც პატარა ბიზნესად არის ქცეული ყველა ის კულტურული ძეგლი, რაც სჭირდება გამაგრება, რასაც სჭირდება მოვლა, რა ვიცი, სამწუხაროდ იკარგება. საბა დღეს ესეც მინდა გადაცემის დასასრულს აუცილებლად ვკითხო 4 ოქტომბრის საქმეზე პრეზიდენტის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სასამართლო პროცესები მიყოლებით ჩატარდა, ასე ვთქვათ, და დღესაც არის 8 პირის თუ არ მეშლება. აი ამ ფაქტთან დაკავშირებით ზოგადად რაც სიტყოდი თქვენი შეფასება საინტერესოა, ზოგთან მოხდა საპროცესო შეთანხმება, ზოგი, ასე ვთქვათ, მიუსაჯეს 5 წელი, ასე რამდენადაც მახსოვს და დღესაც დღევანდელი სასამართლოს პირობებში ყველა ის ადამიანი, რომელიც გასამართლდება და მით უმეტეს პოლიტიკური კუთხით გასამართლება, ის არის პოლიტპატიმარი, ის აუცილებლად არის უკანონო პატიმარი, იმიტომ რომ დღევანდელი სასამართლო ვიცით რა გადაწყვეტილებებსაც იღებს და როგორ უდგება ამ სხვადასხვა საკითხებს. ამიტომ ყველა პოლიტპატიმარს უსურვებ თავისუფლებას და სოლიდარობას, არ აქვს მნიშვნელობა ეს როდის მოხდა, რა მოხდა და ასე შემდეგ. დღევანდელ პირობებში ყველა არის რეჟიმის ტყვედა. ის ადამიანები, რომლებმაც გააფორმეს პროცესს საერთოდ არ არიან, ასე ვთქვათ, დასამონათებლები, იმიტომ რომ მათ ყველა ადამიანს სჭირდება თავისუფლება და თავისუფლება ყველას, ვინც დღეს არის უკანონო ციხეში და ვიმეორებ, ვინც დღევანდელი სასამართლოს პირობებში გასამართლება პოლიტიკური კუთხით, ის აუცილებლად არის უკანონო და ყველას უსურვებს თავისუფლებას. მადლობა, საბა. მადლობა მოწვევისთვის. შენი საინტერესო მოსაზრებებისთვის, შენი დროისთვის, მაყურებელს კი მომდევნო გადაცემამდე დავემშვიდობები.